გიორგი, მითხარი. ადამიანები ამბობდნენ, რომ კლავჭიდელს მართლა მანქანა აჩუქავა მართლა, ხო? დიახ. დავაჩუქეთ? რა თქმა ხო, უნდა. კი. მე ამბობდნენ, ლუკა, გამარჯობა. ლუკაზე ამბობდნენ, რომ მართლა მიიღესო სამსახურშიო, კოტე? არ ამბობდნენ? და კოტე რამდენი ხანია მუშაობს? რამდენი ხანია უკვე მუშაობს, ხო? ესა ლუკა რომ მოვიდა, ესეთი იყო და უკვე გაიზარდა. და მინდა იმ ხალხს უთხრა, მუშაობს? ხო მუშაობს. ნამდვილად ჩვენს გვერდით არის. უყურე როგორ არის. ადამიანებს გონიათ, რომ ყველა ერთნაირი ცუდი ადამიანია, ხო? ჯო, როცა ადამიანი სიკეთეს აკეთებს რაღაცა პატარა სტიმული უნდა მისცე, ხო ესეთ ახალგაზრდებს. პირიქით კი არ უნდა უთხრა, რომ არ მუშაობ, გატყუებს, მატყუებს. რეალურად ხო ხედავს ამას ხალხი, ხო? ახლა რაც შეეხება ჩვენს მანქანებს, უყურე როგორ არის. არის ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ლაპარაკობენ, გამიგე? და იძახიან ხვალ ზეგ. ჩვენ არ ვლაპარაკობთ, ჩვენ ვმუშაობთ. შედეგი გვაქვს და მე ვლაპარაკობთ, ხო? რა არის ახლა ეს Facebook-ი, Instagram-ი და 1000-ნაირი TikTok-ი, ხო, რა არის? ეს არის რომ უბრალოდ ადამიანებმა გაიგონ რომ ჩვენ რეალურად ვმუშაობთ და სად უნდა მივიდნენ ავტომობილების აყიდლად, ხო? ჩვენ ხო ვთქვით რომ მოვა ისეთი დრო, რომ ჩვენ ყოველ მეორე დღე 30-40 მანქანა შემოვიყვანთ, ხო და უკვე ესე დავიწყეთ, ხო ვმუშაობთ. როგორც ქუთაისში, ისე თბილისში, ისე ბათუმშიც იქნება. ახლა მოიწიე და აჩვენე ახლა ეს შედეგი. აი ეს არის შრომის შედეგი, ხო? აი რატომ ბათო აჩვენე ეს BYD ეს აჩვენე, ხო? და ახლა იძახიან რატომ უნდა თქვათ იყიდონ ჩვენთან, ლუკა, რატომ უნდა იყიდონ? მითხარიავა, მიეცი მიკროფონი. რატომ უნდა იყიდონ ჩვენთან ავტომობილი? რადგან ჩვენ გვაქვს. ხომ ახლა? რადგან ჩვენ გვაქვს ავტოსერვისი და გარანტია. გარანტია ხო გვაქვს? ავტოსერვისი ხო გვაქვს? და შენ რამდენი წლის ხარ? 14. 14 წლის რო ვიყავი, მე უკვე ვმუშაობდი. ფიზიკურად ვმუშაობდი. და შენ რამდენი წლის ხარ? 22 წლის უკვე მე ბიზნესში ვიყავი, ხო? აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შენს უნდა დაგვეწიო, ხო? ვისურვებ ლუკა წარმატებას.